ის ხალხი რომლებიც იმედი დახურეს, რომლებიც დღეს პოლიტიკაში არიან და NGO-ებში არიან და შემიძლია ხა NGO-ების უფროსები ჩამოთვალო, მაგრამ ქალბატონი გიგაური დავიწყოთ, რომელიც იყო მაღალ ჩინოსნები იმ დროს საქართველოს თავრობის როცა იმედს ხურავდნენ, დღესაც იმედს ხურავენ. დღეს როგორც ხურავენ სხვანაირად, დღეს ფაქტობრივად ისინი დადიან ხა რაღაც სტატია გამოვიდა, რომელიც დააბეჭდინეს და სადაც პირდაპირ არის რომ Transparency International მოგვაწოდა ეს ინფორმაცია წერია საქართველოსდან ჰოლანდიაში 2 დღისი, სადაც პირდაპირ წერია რომ ჩემი იმედი არის ჰოლანდიური კომპანია, ჰოლანდიიდან არის გაკეთებული და ჰოლანდიის თავრობას უნდა დაახურუნონ იმედი, იმიტომ რომ აქ ანტი ევროპული მიდგომა. აი ეს არის სიგიჟე, ხა ჰოლანდიაში სადაც სიგიჟეა, რა ჰოლანდიაში არ არიან ანტი ევროპული მიდგომა არას. ანუ იმედის ხურვა უნდა მოხდეს, იმიტომ რომ არ მოწონს მას იმედი რას ამბობს. არ არის მიჩვენო იმედი რას ამბობს. ერთი ტყუილია აბსოლუტურად იმედი ანტიევროპულია. მაგრამ ამას აკეთებენ. ანუ დღეს მიდის აი ეს ამდენი ენერგია იხარჯება ინგლისის პარლამენტში გამოვა ვიღაცა იმეში გამო. ხო, ამდენი ენერგია იხარჯება, რომ იმედი დაიხუროს. ეხლა წარმოვიდგინე, ოღონდ ამას ხარჯავენ გარეთ. ეხლა წარმოვიდგინე, ამ ხალხის ხელში რო იყოს ეს თავრობა ისევ. ეს ხო ის ხალხია, რომელიც იძახის რომ მე მომიშვიო. გიგაური პირდაპირ იდგა მიტინგზე და გადადგეს ღარიბაშვილი და მე ჩვენ მოვალ ტექნიკური მთავრობაა გვეუბნებოდა. გვარამია და ისინი ოპოზიციაში არიან. ანადოლიძე, რომელიც ამას დარბის ამ იმედი დახურეთო. იმაში ეს ხალხი რო აქ იყვნენ. ხო პირდაპირ დახურავდნენ. ეს ხო პირდაპირ ჩანს. იმედი უნდა დაიხუროს ალტერნატიული აზრის გამო. ეს არის, რასაც ღიად გვიქადაგებენ ამდენი ხანია გარეთ. ეხლა წარმოვიდგინეთ ამ ხელს მართლა ხელს შეაუვადე ძალაუფლება აქ. ხო საერთოდ არ დაფიქრდებიან ამას. მათთვის ალტერნატიული აზრი უნდა დაიხუროს.